რატომ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება? ამ კითხვაზე მოქალაქეები ევროპის უძველესი ქალაქიდან, ქუთაისიდან გვპასუხობენ. საქართველო კი არ ირჩევს ევროპას, საქართველო არის თავად ნაწილი ამ ევროპული კულტურის და ღირებულებების და ჩვენ უბრუნდებით იმ ღირებულებებს და იმ კულტურას, იმ სივრცეს, რომლის ნაწილიც გარკვეულ პერიოდის განმავლობაში ყოველთვის ვიყავით. მეორე, ეს არის ჩვენთვის ყველაზე ბუნებრივად ახლოს, მენტალურად ყველაზე გასაგები სივრცე, თავისი ღირებულებებით, თავისი დემოკრატიის კონსტრუქციით, თავისი ადამიანთა შორის ურთიერთობებით, თავისი ღირებულებებით, სადაც ჩვენი ქვეყანა უფრო მეტად არის დაცული, სადაც ჩვენი მოსახლეობა უფრო მეტ სოციალურ ბენეფიტების მიღების შესაძლებლობა აქვს და სადაც ჩვენ უფრო მეტად გვაქვს გარანტირებული ხვალინდელი დღე. ისტორიული არჩევანია სხვათა შორის. რადგან ჩვენ ქუთაისში ვიმყოფებით და ქუთაისში ვცხოვრობთ, მინდა მაყურებელს შევახსენო ქუთაისელი მხატვარი ფელიქს ვარლამიშვილი, რომელიც ცხოვრობდა საფრანგეთში და მას ეკუთვნის სწორედ ასეთი არაჩვეულებრივი ფრაზა, რომ ევროპა დიდი იმედია საქართველოსთვის და მე ძალიან ბევრი ვიფიქრე, რატომ მქონდა ეს სიტყვა იმედი გამოყენებული ამ არაჩვეულებრივ გამოთქმაში. იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი იმედია ევროპა საქართველოსთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან ღია ადამიანები და ძალიან მოქმედებს ყველაფერი, როგორც პიროვნულად, ასევე როგორც ქვეყანაზე, ის ქვეყანა, ის ადამიანები, ის წესები, ვისთანაც ჩვენ ურთიერთობთ, ვისთანაც ჩვენ მეგობრობთ. ამიტომ ჩვენი მეგობრობა წარმატებულ ევროპულ ქვეყნებთან სულ სხვა შედეგებს მოიტანს და ჩვენი მეგობრობა, ჩვენი სწრაფვა დიქტატორული სახელმწიფოების მიმართ, ისეთი ქვეყნების მიმართ, რომლებსაც არ აქვთ განცდა იმისა, რომ ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი და საერთოდ ქვეყნის ძლიერება არის ის, რომ როგორათაც ქვეყნის ერთ წერტილში არის განვითარებული ცხოვრება, ეკონომიკური დონე, ასე უნდა იყოს ქვეყნის ბოლო წერტილშიც, აი ეს არჩევანი, როდესაც არ არის, აი სხვაობა არის ჩვენს არჩევანში. ამიტომ ჩვენი არჩევანი არის ევროპული ღირებულებები, როდესაც ყველაფერი არის თანასწორი და თანასწორობაზე არის, თანაგანცდაზე, სოლიდარობაზე არის დამყარებული. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ შეიძლება უმადურად მოვექცეთ ევროპას. მეგობრებო, ქუთაისში ნებისმიერი ავტობუსი, ნებისმიერი სკვერი, რაიმე თუ კი გაკეთებულა, ყველაფერს ევროკავშირის დროშა და ევროკავშირის ნიშანი აქვს დადებული და ცოტა უმადურები ხომ არ უნდა ვიყოთ იმ სიკეთები, რომლებიც მივიღეთ, რომ ეს ასე უცებ გადავყაროთ. ევროპა ვართ ისედაც, უბრალოდ გვინდა რომ ვიყოთ იმ კავშირის წევრი, კონკრეტულად ევროკავშირის წევრი და გქონდეს ის სიკეთეები, რასაც ის თავაზობს თავის წევრ ქვეყნებს, ხო? ეს არის უკეთესი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. აუცილებლად უნდა ხაზი გავუსვათ ასევე ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას, როგორ მდგომარეობაში არიან ისინი იქ და აუცილებლად ასევე ხაზგასასმელია თავისუფალი სასამართლო, ხო? ჩვენ დღეს რომ ქვეყანაში რომ გქონდეს თავისუფალი სასამართლო, ის პრობლემები და პრობლემების წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ, არ ვიდგებოდით, ვინაიდან ის იქნებოდა ერთგვარი კონტროლი იმ ძალაუფლების მიტაცების დროს, რასაც ჩვენ ახლა დღევანდელ საქართველოში ვხედავთ, ხო? სწორედ ეს არის, რომ გვჭირდება ის სტანდარტები, რა სტანდარტებითაც ადამიანები ცხოვრობენ იმ ქვეყნებში, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრები. რატომ ევროკავშირი ამ კითხვის დასმა და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ალბათ ქუთაისში ყველაზე ადვილია, რადგან ამ ქალაქს ყველაზე მეტად ეტყობა ევროკავშირის კვალი, რადგან ასეულობით საქართველოს მოქალაქე და ყველაზე მეტი ალბათ იმერეთიდან და ქუთაისიდან არის წასული ევროპაში და უკვე 30 წელზე მეტია ეს ადამიანები იქიდან გვეხმარებიან, რომ ჩვენი ქვეყანა ფიზიკურად გადარჩეს. ევროკავშირი არის შესაძლებლობების ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია თავის რეალიზება და ის მინიმალური საარსებო პირობები გქონდეს ყველა ადამიანს, რაც ჩვენთან ამ ეტაპზე არ არის. ევროკავშირი გვჭირდება ჩვენ როგორც ქართულ საზოგადოებას და საქართველოს, იმიტომ რომ ეს კავშირი შეიქმნა თავიდან ბოლომდე კეთილი მიზნებით, მსოფლიო ომების დასრულების შემდეგ ევროპულ ქვეყნებს უნდათ რომ სოლიდარობით შეიქმნათ ისეთი კავშირი, რომელიც კონტინენტზე მოიტანდა მშვიდობას და ამ კონტინენტზე მცხოვრებ საზოგადოებას მისცემდა
შვიდ ბედნიერ ცხოვრებას, რომელშიც განვითარების საშუალება მიეცემოდათ ახალგაზრდობას და არა მხოლოდ ახალგაზრდობას. ჩვენ როგორც ქართველებს გვჭირდება ევროკავშირის წევრობა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა და შესაძლებლობები ჰქონდეს ჩვენს ახალგაზრდობას და ჩვენს უფროსთაობას ჰქონდეს უფრო კარგი და უფრო უზრუნველი წლები წინ. ასევე გვინდა ევროპა, იმიტომ რომ ევროპა და ევროკავშირი ძალიან დიდ პატივს სცემს განსხვავებულ ღირებულებებს და განსხვავებებს ორგანიზაციაში. მარტო ის ფაქტი, რომ ორგანიზაციაში 27 წევრი ქვეყანა მეტყოლებს იმაზე, რომ ევროკავშირი პატივს სცემს განსხვავებულ ღირებულებებს და ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირი საუბრობს 24 განსხვავებულ ენებზე. ამიტომ ევროკავშირი გვჭირდება, იმიტომ რომ ის პატივს სცემს ყველა განსხვავებულ ღირებულებას და კულტურას. ევროპა ჩვენთვის მარტო მოგზაურობა, გართობა, ქვეყნების დათვალიერება არ არის. ევროპა ჩვენთვის არის სამართლიანი სასამართლო, რომელიც შეგვიძლია, რომ ძალიან ნება თუ იქნება პოლიტიკური ნება, საკმაოდ კარგად მისი რეფორმა გაკეთდეს. რასაც დღეს ჩვენ სასამართლოთი ვართ სერიოზულად დაზარალებული მთელი ქვეყანა. ამდენი სინდისის პატიმრები ყავს, ქალები ყავს, მასწავლებელი, პედაგოგი, ჟურნალისტი, სისხლის სამართლის საქმეებით დაზარალებული და დაჭერილი და ჯერ არც ვიცით კიდევ ბოლო რა იქნება. ევროპა გვინდა ჩვენ განათლებისთვის. რამდენი ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანი, ჩვენი მეგობრების შვილები, ჩვენი ნათესავების შვილები, ჩვენი საკუთარი ოჯახის წევრები წავიდნენ ევროპაში, მიიღეს საუკეთესო განათლება და მე ვიცი ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც დაბრუნდნენ და უნდათ თავიანთ ქვეყანაში ცხოვრება, საკმაოდ წინ წაწიეს მათმა განათლებამ, წინ წაწია ჩვენი ქვეყანას სხვადასხვა სფეროში. ძალიან სერიოზული სიტუაციაა ჯანდაცვის სისტემის კუთხით ჩვენ ქვეყანაში, ხო? არ არის იმდენი ფინანსები, რომ საკმაოდ მაღალი დონის მკურნალობა და განსაკუთრებით ონკოპაციენტებზეა ლაპარაკი. ონკოპაციენტები საფრანგეთში უფასოდ გადიან მკურნალობას, ძალიან მაღალი დონის გამოკვლევებიდან დაწყებული მკურნალობით დამთავრებული და ის ადამიანები რეალურად გადარჩნენ, სიკვდილს გადარჩნენ. ლაპარაკია კიდევ ბავშვებზე, არა მარტო მოზარდებზე და ხნიერ ადამიანებზე, არამედ ბავშვებზე და წარმოიდგინეთ იმ მშობლების მდგომარეობა, რომლებიც აი ასე მარტო ერთი ჩანთით წავიდნენ, რომ იტყვიან 8 კილოგრამიანი ჩანთით ჩაჯდნენ ვიზიარის ქუთაისის აეროპორტში და გადაფრინდნენ და მიიღეს აი ასეთი მაღალ კვალიფიციური მომსახურეობა. ვერც ჩამოვთვლი იმდენი სიკეთე შეიძლება მოიტანოს და მოაქვს რამდენი წლებია უკვე ჩვენთვის ევროპას. მართლაც და ის რასაც გვანახებენ, ეს აი საერთოდ აცდენილია. უბრალოდ არც კი შემიძლია გავიმეორო მრცხვენია. ეს არის დაცინვა, ეს არის მასხარად აგდება საკუთარი ამომრჩევლის. ჩვენ გვჭირდება ის დაცულობა, ცხოვრების ის დონე, ეკონომიკური განვითარების ის სიმაღლე, რაც ევროკავშირს აქვს და რითაც ევროკავშირის მოქალაქეები სარგებლობენ. ევროკავშირში გაწევრიანებული ყველა ქვეყანა არ ყოფილა დალხენილი და მოწყობილი, მანამდე სანამ იქ შევიდოდა. მაგრამ ევროკავშირში შესულმა ყველა ქვეყანამ მოახერხა დიდი ეკონომიკური ნახტომის გაკეთება და გაცილებით მაღალი ცხოვრების დონის დამკვიდრება საკუთარ სივრცეში. ეს სივრცე ატარებს ღირებულებით, ეკონომიკურ და სხვა ფასეულობით ხასიათს, ვიდრე უბრალოდ რაღაცა გაერთიანება, რომელიც გინდ ვინმეს წინააღმდეგ კეთდებოდეს, ან რაღაც სხვა კუთხე. ეს სივრცე არის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სწორი პრინციპების სივრცე, სადაც თითოეული ადამიანი არის დაცული და სახელმწიფო არის ამ ყველაფრის ისეთი გარანტი, რომ ამითი არ შელახოს სხვა პირთა უფლებები. ყველაზე მეტად რაც გვიჭირს ჩვენ არის სწორედ ეს, რომ თითოეული ჩვენთაგანის უფლება ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეილახოს საამისოდ დაინტერესებული პირის მხრიდან, იმიტომ რომ არ გვაქვს სათანადო სასამართლო, არ გვაქვს სათანადო დამცავი ორგანოები, რომლებიც ამ ყველაფერს უსრულებენ.
ამის გარანტი კი არის სწორედ ევროკავშირი. და ამის გარანტი არის ეკონომიკური გაძლიერება, რომელიც თითოეულ მოქალაქეს იმ დონეზე გააძლიერებს, რომ არ იყოს დამოკიდებული ვინმეზე ან რამეზე. აი ამიტომ ჭირდება ევროკავშირის სივრცეში სათანადო ინტეგრაცია.